მეზობელ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ერევანში იმყოფება პალიტრანიუსის ორი გადამღები ჯგუფი, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას მთელი დღის განმავლობაში გააშუქებენ. უახლეს ინფორმაციებს კი საინფორმაციო გამოშვებებში მერაბ მეტრეველი და მერაბ პაპაშვილი მოგვაწვდიან. ქვეყნის მოქალაქეები ეროვნული ასამბლეის ახალ შემადგენლობას ირჩევენ. საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეებს არჩევანის გასაკეთებლად ბიულეტენში 18 პოლიტიკური პარტია და ალიანსი ხვდებათ. საარჩევნო უბნები დილით 8 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 20 საათამდე გაგრძელდება. პარტია სამოქალაქო შეთანხმების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. მე ველოდები სომხეთის მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოხატვას აღნიშნავს ფაშინიანი. როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი სომხეთში და რა განცხადებები გააკეთეს პოლიტიკურმა ლიდერებმა საარჩევნო უბნების დატოვების შემდეგ. მერაბ პაპაშვილი გვერდდება ერევნიდან. მერაბ პირდაპირ ეთერში ხარ. პალიტრანიუსის გადამღები ჯგუფები უკვე რამდენიმე საათია მუშაობენ ერევანში. დღეს არის ისტორიული არჩევნები ქვეყნისთვის, იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ ვინ იქნება ამ ქვეყნის სათავეში. ყველა საარჩევნო უბანი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა დილის 8 საათზე, დაიწყო ხმის მიცემა, რაც გაგრძელდება 12 საათის განმავლობაში. საღამოს 8 საათზე უბნები დაიხურება და ნავარაუდევი არის, რომ დიდი ალბათობით ღამის 2-3 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია დაიწყებს შედეგების გამოქვეყნებას. დღევანდელი არჩევნები იმართება საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე და ეს ამ ვითარებას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ბოლო საათების განმავლობაში საგამოძიებო უწყებებმა დააკავეს ოპოზიციური ალიანსის ძლიერი სომხეთის რამდენიმე წევრი. ბრალდება საკმაოდ მძიმეა, კერძოდ ის, რომ ისინი ამომრჩევლის მოსყიდვაში იყვნენ ჩართულნი. თავის მხრივ ამ ბრალდებას ძლიერი სომხეთი არ იზიარებს. მას შემდეგ, რაც უკვე დასრულდება ხმის მიცემა, ალბათ უფრო მეც გავიგებ, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს გამარჯვების უფრო მეტი შანსი, თუმცა ყველა კვლევა, რომელიც აქამდე გამოქვეყნდა, მასში გამოკვეთილი ლიდერობა უკავია მოქმედ პრემიერს და მის გუნდს, ნიკოლ ფაშინიანს და პარტიას სამოქალაქო კონტრაქტს. აირაის ბოლო კვლევაში მათი რეიტინგი არის დაახლოებით 30%-ზე მეტი. ზოგი კითხვა სვამს ასე, რომ ფაშინიანი ფაქტობრივად ახლა არის გამარჯვებული, თუმცა ახლა მთავარი კითხვა არის ის, რამდენ მანდატს მოიპოვებს ის სომხეთის პარლამენტში. ფაშინიანმა ხმა უკვე მისცა საარჩევნო უბანზე, მან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ მან არჩევანი გააკეთა განვითარებასა და წარსულს შორის. მისივე თქმით, აუცილებელია სომხეთმა გააგრძელოს განვითარება და ეს თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ქვეყანამ ის მშვიდობა უნდა შეინარჩუნოს, რომელიც სომეხმა ხალხმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია. ვერ ხედავ ვერანაირ დაძაბულობას. ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში. ეს დაძაბულობა არ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან. მას შემდეგ, რაც ხმების დათვლა დასრულდება და თუ აღმოჩნდება ისე, რომ ლიდერობა ერგება ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს, დიდი ალბათობით აქ ამ მოედანზე, ეს არის ერევნის მთავარი მოედანი, გაიმართება ზეიმი, თუმცა როგორც ჩანს, ჯერ თავად პოლიტიკური პარტიები არ ჩქარობენ და ელოდებიან ერთგვარად ბოლო ინფორმაციის მიღებას და ამის შემდეგ დაიწყება სამზადისი. ყოველ შემთხვევაში თავად საარჩევნო შტაბებში ახლა ბევრი ინფორმაცია შედის, ეცნობიან სხვადასხვა დარღვევას და არის დაანონსებული, რომ პერიოდულად მედიას ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, რა ვითარებაში გრძელდება ხმის მიცემა მთელი სომხეთის მასშტაბით. ასევე დღეს საარჩევნო უბანზე ხმა მისცა ერთ-ერთი გამოკვეთილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, სამუელ კარაპეტიანის პარტიის სის პირველმა ნომერმა, ნარეკ კარაპეტიანმა. ის არის სამუელ კარაპეტიანის ძმისშვილი. მაყურებელს აქვს ინფორმაცია, რომ რადგან სამუელ კარაპეტიანს მის წინააღმდეგ დაწყებული არის გამოძიება სომხეთში, მას მისჭილი აქვს შინაპატიმრობა და ის არ უდგას სათავეში მისი გუნდის ლიდერობას, თუმცა ფაქტობრივად ის არის არაფორმალური მმართველი მისივე პარტიის. მისმა ძმისშვილმა ხმის მიცემის შემდეგ თქვა, რომ არჩევანი სომეხმა ხალხმა უნდა გააკეთოს ზიზღსა და განვითარებას შორის. მანვე აღნიშნა ის, რომ უკეთესი მომავლის და უკეთესი სომხეთის შენება არის დღეს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა. მან აღნიშნა ისიც, რომ არჩევნებზე მისვლა დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აქამდე არასდროს.
უნდა შევქმნათ ისეთი ძლიერი ქვეყანა, რომ მომავალმა თაობებმა ის კიდევ უფრო გააძლიერონ და არა იგივე პრობლემის წინაშე დადგნენ. უნდა ვიბრძოლოთ იმ სომხეთისთვის, სადაც სომხები ძირითადად დაკავებულები არიან თავიანთი ქვეყნის აღორძინებითა და არა ერთმანეთისთვის ზიანის მიყენებით, ერთმანეთთან ბრძოლითა და დაპირისპირებით. მოდი აღვადგინოთ, საბოლოოდ მოვიშოროთ ეს საყოველთაო დაპირისპირების ფონი და ჩვენი ქვეყანა ვაქციოთ სერიოზულად, განვითარებად ისეთ ძლიერ ქვეყანად, რომ ხვალ და ზეგ ჩვენმა თაობებმა ის კიდევ უფრო გააძლიერონ და არა იმავე პრობლემის წინაშე დადგნენ. ხმის მიცემა უკვე რამდენიმე საათია რაც გრძელდება. ეს არჩევნები არის საკმაოდ სერიოზული ტესტი იმისა, თუ რა გზას აირჩევს სომეხი ხალხი. ბევრი ითქვა, რომ ფაქტობრივად ეს არის რეფერენდუმი იმის შესახებ, ქვეყანა ირჩევს დასავლური ინტეგრაციის გზას, თუ ირჩევს ისევ გზას, რომ დაემორჩილოს რუსულ გავლენებს. აქამდე არაერთხელ იყო საუბარი იმაზე, რომ ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება არ შედის მოსკოვის ინტერესებში. მოკლედ, დიდი ალბათობით დღის მეორე ნახევარში დიდი ალბათობით გამოიკვეთება უფრო ახალი სურათი იმისა, რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს გამარჯვების მეტი შანსი, თუმცა ცხადია, პირველადი შედეგები დღევანდელი არჩევნების ცნობილი გახდება საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით 5-6 საათის შემდეგ.